ცნობადობის ნაკლებობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და კადრების დეფიციტი. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც დღეს ქვეყანაში ბიზნესების მწვანე ტრანსფორმაციის პროცესს აფერხებს. საკითხებზე დღეს პირველ ყოველწლიურ სამიტზე საქართველოს მწვანე სამიტი ინოვაციური გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის იმსჯელეს, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე ეკონომიკის განვითარებას და მდგრადი ბიზნესის გადაწყვეტილებების ახალისებას. რამდენად ახერხებენ ბიზნესები მწვანე ინიციატივების განხორციელებას, რამდენად იზრდება ქვეყანაში განახლებადი ენერგიების წილი და რა როლი აქვს ამ პროცესში დონორ ორგანიზაციებს. ანუკა ჯოხაძე გვერდდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ანუკა, გისმენთ. ბიზნესები ნაკლებად იაზრებენ თუ რა უპირატესობა და შესაძლებლობები აქვს მწვანე ტრანსფორმაციას. ამის შესახებ ჩვენთან ინტერვიუში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს. მისი თქმით, ქვეყანაში უკვე არსებობს გარკვეული მაგალითები, რომლის მიხედვითაც ბიზნესებმა მწვანე ტრანსფორმაციის მიმართულებით გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, თუმცა ამის პარალელურად არის გამოწვევები, რაც პროცესს გარკვეულად აფერხებს. ამიტომ სწორედ ამ შემაფერხებელ ფაქტორებზეც იყო საუბარი, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, რადგან მწვანე ინიციატივები ბიზნესის მხრიდან შესაბამის ინვესტიციებს მოითხოვს და ასევე გამოწვევებს შორის სახელდება ცნობადობის დაბალი დონეც, განსაკუთრებით კი რეგიონებში. თავარი გამოწვევა მაინც არის ის, რომ ცნობიერება ამ მიმართულებით არის საკმაოდ მწირი თავად ბიზნესში. ისინი ნაკლებად იაზრებენ იმ შესაძლებლობებს, იმ უპირატესობებს, რომელიც შეიძლება მათ მოიპოვონ მწვანე ტრანსფორმაციის შემთხვევაში, თუმცა ამავდროულად არსებობს სხვა ესეთი პრაქტიკული გამოწვევებიც, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ინვესტიციის მოზიდვასთან, რადგან მწვანე ტრანსფორმაცია დაკავშირებული არის მნიშვნელოვანი ინვესტიციებთან რიგ შემთხვევებში გარკვეულ სექტორებში და დაკავშირებულია ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან, დაკავშირებულია ცოდნის უკმარისობასთან და ასე შემდეგ. ამ პროცესში ვაწყდებით ჩვენ წინააღმდეგობას იმ თვალსაზრისით, რომ რამდენად არის ცნობიერება ამაღლებული ფართო საზოგადოებაში, განსაკუთრებით რეგიონებსა და რაიონებში, სადაც სწორედაც რომ არსებობს ეს ენერგოწყაროების პოტენციალი. ამიტომ ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან აქტიურად სამუშაო. მეორე არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე შეიმუშავა მწვანე ტაქსონომია და ამ მწვანე ტაქსონომიით სარგებლობის ვალდებულება არ აქვს, თუ უფლებამოსილება, ვალდებულება აქვს უკვე კომერციულ ბანკებს და მე მოხარული ვარ, რომ სწორედ ინტეგრაცია ხდება აი ამ საკითხების უკვე ფინანსურ პორტფელებში. განახლებადი ენერგიების მიმართულებით უმუშავე კომპანიები საუბრობენ გამოწვევებზე, რაც კომპანიებს ხელს უშლის, რომ უფრო მეტად გამოიყენონ მაგალითად ზის ენერგია თავიანთ წარმოებაში, მათ შორის შენ ენერგიის დამფუძნებელი ასახელებს სექტორში ახალ რეგულაციებს, რომელიც გარკვეულწილად ბიზნესს ხუდავს და ასევე ბიუროკრატიულ ბარიერებს, რაც ინვესტორ კომპანიებს საქართველოს განახლებადი ენერგიებში ინვესტირებას აფერხებს. მისი შეფასებით ამ ფაქტორებს ბოლო პერიოდში ასევე დაემატა ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაც, რამაც ინვესტორების მხრიდან ინტერესი გააჩერა. კვოტირების ნაწილში ჩვენ შემცირება გვაქვს რეგიონებში და ამან რა თქმა უნდა გავლენა მოახდინა, იმიტომ რომ შეიძლებელია დიდ კომპანიას, რომელსაც საწარმო აქვს და პირობითად საათობრივი დატვირთვა მისი ნაკლები არის და ვთქვათ თვით მოხმარების self-consumption სისტემას ვერ დააყენებს და მოგეხსენებათ ეს კიდე ცალკე სქემა არის. ეგ ერთი ნაწილი და ამ ნაწილში კიდე მნიშვნელოვანი ცვლილება რაც მოხდა ისაა, რომ EBRD-ის ნაწილში გვაქვს შეზღუდვა და თუ EBRD აქამდე ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიებს ცირებს და საშუალოს აძლევდა პროექტის სრული ღირებულების 10-დან 15%-მდე cashbacks, ანუ ფაქტობრივად საჩუქრად აძლევდა ამ თანხას სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ ეს აღარ იქნება. უცხოელ ინვესტორებს რაც შეეხება, რადგანაც სამთავრობო კუთხით მოგეხსენებათ საკმაოდ ბევრი ბიუროკრატიული პროცესია გასავლელი, ვიზირებებია, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებები, გარემოზე მოქმედების შეფასება და სხვა ვთქვათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გარესადგმელი და დამატებით ეს პოლიტიკური ვითარება დაემატა ამ ყველაფერს. უცხოელი ინვესტორებისგან ფაქტობრივად დაინტერესება გაწყვეტილი და შეჩერებული. სმენას ორგანიზებით საქართველოს მწვანე სამიტი წელს პირველად ჩატარდა, რომლის მიზანიც მწვანე ეკონომიკის განვითარება და მდგრადი ბიზნესის გადაწყვეტილებების წახალისება იყო. სამიტზე ბიზნესის გამწვანების შესაძლებლობაზე, ცირკულარული ეკონომიკაზე და გადასვლის გზებზე და მწვანე ბიზნესისთვის ციფრული გადაწყვეტებზე იმსჯელეს. ეს შეფასების მხოლოდ ნაწილი იყო, რომელიც დღეს ღონისძიებაზე გაკეთდა, უფრო მეტად დეტალური ინფორმაციას ჩვენს შემაჯამებელ გამშვებაში მოისმენთ. მადლობა ანუკა, ჩემი კოლეგა ანუკა ჯოხაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.